ყოველი წირვა არის ის წვეულება, ყოველი ზიარება არის ის გამზადებული ტრაპეზი ჩემო ძვირფასებო, სადაც უფალი გვიხმობს და ყველას გვეძახის, რომ ვეზიაროთ, მაგრამ სად არის ერი ამ დროს? სად არის ის ღვთისმშობლის წილხვედრი ერი? სამწუხარო საუბედუროთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ სუფრაზე ახსენდებათ ხოლმე, რომ ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ. სად არის ის ერი აი ამ დროს? რა დროსაც რომ აქ წირვა იმართება ეკლესიაში, აქ ჩვენ არ გვაქვს საუბარი უშუალოდ ამ ეკლესიაში. ზოგადად ნებისმიერ ეკლესიაზეა საუბარი, ნებისმიერ ღვთისმსახურებაზეა საუბარი, სადაც აღევლინება, წირვა და ლოცვა. სად არის ის ერი, რომელი ერის წირვაზე უნდა იყოს? მიზეზები ყოველთვის ყველას აქვს და საუბედუროთ ეს მდგომარეობა არის ხოლმე მრევლშიც, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ბევრი ასწრებს. მიზეზები რა მიზეზები არის, რა თქმა უნდა, იქ შეიძლება იყოს ყოველდღიური საქმეები, იქ შეიძლება იყოს სოფლის მეურნეობა, ვიღაცას შეიძლება დაუშვათ ამინდი უშლის ხელს და ასე შემდეგ. მიზეზი არ ილევა შენ თუ არ გინდა მოსვლა ღვთისმსახურებაზე, ამის მიზეზი ყოველთვის გაქვს, რომ არ მოხვიდე, მაგრამ თუ კი გინდა რა მდგომარეობაც არ უნდა გქონდეს, ყოველთვის დაისწრები ღვთისმსახურებას, ყოველთვის იტყვი ახსარებას, ყოველთვის ეზიარები და ასე შემდეგ. მაგრამ აი არის ხოლმე რომ შემთხვევები, რომ საყვედურსაც კი ვეუბნები ხოლმე, რატო არ მოდიხარ, რატო არ იყავი და წარმოიდგინეთ, რომ სწყინით ხოლმე და აბა არ უნდა ვიშრომო და ასე შემდეგ არ წავიდე და არ რა თქმა უნდა კაცო, მე იმას კი არ გეუბნებ, ან დედა ეკლესია იმას კი არ გასწავლით, რომ არ იშრომოთ და ესე უსაქმურად იყო. პირიქით, ჩვენ უნდა ამ შრომასთან ერთად გვახსოვდეს ის, რომ ყოველი ჩვენი შრომის აღსრულების შესაძლებლობა თავად უფალი. და ნებისმიერი საკითხი, რაც არ უნდა გინდოდეს, ყველაფერი უფალთან ერთად უნდა გინდოდეს. ანუ ქრისტეს გარეშე ყველაფერი კარგავს აზრს. ნებისმიერი საქმიანობა, ნებისმიერი ურთიერთობა, უფლის გარეშე ჩემო ძვირფასებო, ყველაფერს აზრი ეკარგა. როგორ ეხლა ჩვენი მატერიალური მდგომარეობა უპირატესია, ნებისმიერი საქმე თუ შრომა რამე ქრისტეზე უპირატესია? არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მივიღოთ ის საქმე, ან არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გვინდოდეს არც მატერიალური მდგომარეობა ისეთი, რომელიც დაგვაკარგინებს ქრისტეს და ჩადგება ჩვენსა და უფლის შორის. ეს არის სოდვა, ეს არის ძალიან ცუდი მდგომარეობა. თორე შრომა რა თქმა უნდა ძალიან კარგი, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ყველაფრის წონა, ყველაფრის ფასი და ყველაფრის ზომიერება უნდა ვიცოდეთ.